კანდიდატი, რომელიც დიდუბე ჩუღურეთში ინგა გრიგოლიას დაუპირისპირდება, ქრონიკისთვის ცნობილი გახდა, რომ გია თორთლაძე მალე გრიგოლიას კონკურენტს ოფიციალურად წარადგენს. ვანა გალდავა კენჭიმ რაიონში იყრის, სადაც ამომრჩეველთა ხმების მიღება სავარაუდოდ მისი მეგობარი შეეცდება. ინგა გრიგოლიამ დღეს დაადასტურა, რომ მომავალი კონკურენტი მისი მეგობარია, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათ ურთიერთობაზე არ აისახება. პროფესიით იურისტი ვანა გალდავა მალე წინასაარჩევნო კამპანიასაც დაიწყებს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ ერთი კვირის წინ მიიღო. ფიქრობს, რომ ღირსეული კანდიდატი იქნება. ისიც იცის, რომ მისი კონკურენტი შესაძლოა ცნობილი ტელეწამყვანი და მისი მეგობარი ინგა გრიგოლია იყოს. ყველა სავარაუდო კანდიდატს აღვიქვამ ძალიან სერიოზულად. ინგას ვიცნობ, პატივცემ, როგორც ჟურნალისტს და შევეცდები ღირსეული კონკურენციის პირობებში. რა ვიცი, მოვიგო ეს არჩევნები. ორი ცნობილი კანდიდატი, ორი ქალბატონი და მეგობრები შვალდურ არჩევნებში ჩუღურეთის რაიონში დეპუტატის მანდატისთვის ერთმანეთს ინგა გრიგოლია და ლანა გალდავა დაუპირისპირდებიან. ქრისტიან დემოკრატების მიერ დასახელებულ ინგა გრიგოლიას კონკურენტად საქართველოს დემოკრატიული პარტია ლანა გალდავას ასახელებს. დიდი ალბათობით დავაყენებს ჩვენ გამოტოვებულ არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში გულისხმობთ ამ შემთხვევაში ჩუღურეთის რაიონში ქალბატონ ლანა გალდავას კანდიდატურას. და მისი პრიორიტეტი და მისი სპეციალობა გახლავთ საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობები და ჩვენ ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით მუშაობა. პროფესიით იურისტი პარტიის მხრიდან ოფიციალურ წარდგენას ელოდება. წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია, თუმცა უკვე წინასწარ იცის თუ რა გახდება მისი მთავარი საზრუნავი. სოციალური საკითხები და ადამიანის უფლებები. ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელზეც დეპუტატობის კანდიდატი მთავარ აქცენტებს გააკეთებს. ამორჩეულთან შეხვედრებს კარდაკარ გეგმავს. ამბობს, რომ მოსახლეობის პრობლემების გასაგებად ეს საუკეთესო საშუალებაა. ჩემი საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, თავიდან დაიწყება ჩუღურეთის რაიონის ყველა ოჯახში მისვლით. საყოფაცხოვრებო სოციალური პრობლემატიკის შესწავლით, თუ არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, თუ კი რა მქონდათ ასეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს მივიტან გულთან ახლოს და შევეცდები, რომ ვიყო მათ დამცველი. მე ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებ, შევძლებ, რომ ვიყო ღირსეული დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. კონკურენციის არეშინია ინგა გრიგოლიასაც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ მიუღია. სავარაუდო კონკურენტ ლანა გალდავას ტელეწამყვანი საინტერესო კანდიდატად და დადებით პიროვნებად ახასიათებს. ჯერ კიდევ საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილი კენჭისყრის თემა, მაგრამ რაც შეეხება ლანა გალდავას, ძალიან კარგად ვიცნობ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მეგობრობ მასთან და არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი. ინგა გრიგოლიასგან განსხვავებით გია თორთლაძის კანდიდატს და კონკურენტს არიცნობენ ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობაში. მიუხედავად ამისა, თავიანთი რჩეულის უპირატესობაში დარწმუნებულები არიან. რაც შეეხება დემოკრატების მიერ წამოყენებულ კანდიდატს, პირადად ნამდვილად არ ვიცნობ, ალბათ გავიცნობ და იქნება ამის საშუალება მისი წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურობიდან გამომდინარე და მთელი საზოგადოებაც გაიგებს მის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურას, ჩვენ ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კონსულტაციებს და მართავთ ჩვენს მეგობართან, ყველასათვის ნაცნობ ინგა გრიგოლიასთან. თუ ინგა გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში გააგრძელოს თავისი აქტიურობა, ჩვენ მას შევთავაზებთ ჩუღურეთში იყაროს კენჭი და გააძლიეროს კიდევ უფრო მეტად ქრისტიან დემოკრატიული ფრაქცია პარლამენტში. ლანა გალდავა პროფესიით იურისტია, განათლება გერმანიაში და მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში აქვს მიღებული. 13 წლის განმავლობაში მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, მაგრამ მან სახალხო დამცველთან უთანხმოების გამო სამსახური დატოვა. სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი კი მაშინ სოზარ სუბართან შეუთანხმებლად პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა დასახელდა.